და ასევე იქნება არაერთი ორკრივი შეხვედრა, რომ გითხრათ ამ სამიტის მნიშვნელობაზეც და ასევე სიტყვით გამოსვლას მოვისმენთ თქვენსაც და ის გზავნილები რამდენიმე მომენტში. დღეიდან დაიწყო საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მონტენეგროში. ამ შემთხვევაში როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მონაწილეობას მივიღებ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში. მექნება შესაძლებლობა რომ შევხვდე კოლეგა პარლამენტის თავმჯდომარეებს, რა თქმა უნდა, გამოსვლის ფარგლებში ვისაუბრო რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, შავი ზღვის ქვეყნების გამოცდილებით და ამ მხრივ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეასთან გქონდეს ჩვენი გამოცდილების გაზიარება და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა. ზოგადად ვფიქრობ, რომ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები კიდევ უფრო სასარგებლო არის ვიდრე გლობალური გაერთიანებები, ვინაიდან რეგიონული სპეციფიკაციის გათვალისწინებით უფრო ადვილი არის აუხსნა კოლეგებს თუ რა გარემოებებში ვითარდება ქვეყანა. ამ შემთხვევაში მექნება შეხვედრა მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავად მონტენეგროსი, ჩრდილო მაკედონიის, ასევე სხვა წევრი ქვეყნებისა ამ ასამბლეის და გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ ევროკავშირი ნატოს საკითხებზეც, ვინაიდან ეს ქვეყნები გახლავთ ასევე ამ ორგანიზაციების წევრები, ზოგიერთი ამ ქვეყნებიდან. კანდიდატ ქვეყნებთან გვექნება საუბარი მათ გამოცდილებაზე კანდიდატობასთან დაკავშირებით და რა გამოწვევებს ხედავენ ისინი, ვინაიდან ჯერ ცოტა ხნის წინ სტამბოლში IPU-ს ფარგლებში შეხვედრების დროსაც კანდიდატ ქვეყნებთან ჩვენ ბევრი საერთო ნახეთ თუ რა გამოწვევები არის ამ მხრივ, როდესაც ხანგრძლივ გზაზე ბევრი არის მოთხოვნები, ცოტა არის შესრულება დაპირებებისა და ამ მხრივ ვფიქრობ, რომ საერთო საკითხებზე გვექნება შესაძლებლობა კანდიდატ ქვეყნებთან გასაუბრების. ჩვენთან დაკავშირებით უფრო და უფრო გრძელდება და აქტიურდება შეტევა ეკლესიაზე, ამ შემთხვევაში კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან და ასევე სასულიერობების ნაწილის მხრიდან ისმის კრიტიკა მეუფე შიოს მისამართი. ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ თქვა, რა პროცესს ვაწვდენებთ? მე ძალიან მიჭირს იმის ყურება, რომ სამწუხაროდ ხედავთ გარკვეულ დამაპირისპირებელ ხმებს, კომენტარებს, შეფასებებს თავად ეკლესიის შიგნიდან, რაც ვფიქრობ, რომ არ ეკადრება პატრიარქის ხსოვნას. სინოდის თითოეული წევრი, ყველა ეპისკოპოსი ხელდასხმული არის კათოლიკოს პატრიარქი ილიამ მეორეს მიერ. ყველა არიან მისი სულიერი შვილები. ასევე კათოლიკოს პატრიარქის მიერ მოსაყდეთ გამორჩეული უკვე წლების წინ გამორჩეული იყო მეუფე შიო. მე მგონი ყველამ უნდა პატივისცეს უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას, ყველა უნდა ღირსეულად ატაროს ის ხელდასხმა, რომელიც პატრიარქისგან აქვს მიღებული და ყველამ უნდა ღირსეულად გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ გადააბარა კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ მეორემ. ეს არის ვფიქრობ ყველას მოლოდინი, უპირველეს ყოვლისა მრევლისაც, საზოგადოების მოლოდინი, ეკლესიის მიმართ და სინოდის მიმართ. ამიტომ მე ყველას მიმართ მექნება უმორჩილესი თხოვნა, რომ ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი, რომ ღირსეულად გაგრძელდეს ის საქმე, რომელიც კათოლიკოს პატრიარქმა თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით თითოეულ მათგანს ჩააბარა. და ამ დიდ განსაკუთრებულ მდგომარეობას, რასაც ქვია სინოდის წევრობა, ეპისკოპოსობა, სულიერი წინამძღვრობა ეპარქიისა, სჭირდება სპეციალური და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ტარება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველა თითოეული წევრი ერთი პატრიარქის მიერ არის გამოვლენილი და ხელდასხმული და ამიტომ მიჭირს მე როცა უსმენ ისეთ კომენტარებს, როდესაც ხდება უფრო სხვა სფეროდან პოლიტიკის სფეროში უფრო ჩვეულებად ქცეული
გარკვეული სიძულვილის ენით საუბარი და შეფასებები. ამიტომ მე ყველას მოუწოდებ, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შეფასებებისგან, ხედავთ რომ ხელისუფლება ჩვენ ვცდილობთ რომ რაც შეიძლება ვიყოთ ამ მხრივ მორიდებული ჩვენს კომენტარებში და მივცეთ შესაძლებლობა ჩვენს ეკლესიას და წმინდა სინოდს რომ ეს პროცესი ღირსეულად იქნას გაძღოლილი და ჩვენმა სინოდმა გამოავლინოს მომავალი კათოლიკოს პატრიარქი. ხშირად გეკითხებით ხოლმე ოპოზიციის დაპირისპირებაზე, თუმცა ურთიერთდაპირისპირების შემდეგ ისინი საკუთარი მხარდამჭერების კრიტიკაზე გადავიდნენ. ჩვენ ნახეთ ზურაბ გიჩიჯაბაძის მიერ გავრცელებული ვიდეო საკუთარი მხარდამჭერების მისამართით და ის თვლის, რომ ხალხის გამოგვიძების ვალდებულება თავად ოპოზიციას არ გააჩნია. რაზე მიანიშნებს მათი მხრიდან მათივე მხარდამჭერების კრიტიკა? როგორ აკურდებით თქვენ ამ პროცესს? ჩვენ არ დაგვაუძოს ეს ის ხალხია, ეს ის რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც მათი მხარდაჭერების მიერ მინიჭებული მანდატები დახიეს და პარლამენტი დატოვეს. ასე რომ მათ არანაირი ანგარიშვალდებულება ქართული ხალხის და მათ შორის საკუთარი მხარდაჭერების მიმართ არ გააჩნიათ და ამაზე ვსაუბრობდით ზუსტად, როდესაც ვამბობდით, რომ მანდატების დახევა ესე უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამორჩევლისთვის ამ მანდატების სახეში შეყრა. პრობლემა იმაშია, რომ ამ ხალხს ყველას ერთადერთი ვის მიმართაც აქვთ ანგარიშვალდებულებას გრძნობენ, ერთადერთი ვისაც გრძნობენ, ეს არიან უცხო ძალები და ვხედავთ ჩვენ, რომ ისინი თავს ლაღად ვერ გრძნობენ რეგიონში შეხვედრები და ხალხთან შეხვედრებში. ისინი თავს ლაღად გრძნობენ ელჩებთან ოფისებში, ლაღად გრძნობენ ბრიუსელის სხვადასხვა დერეფნებში. ეს არის მათი ბუნებრივი გარემო, ვინაიდან საიდანაც იღებენ დაკვეთას, მათ მიმართ გრძნობენ საკუთარ ანგარიშვალდებულებას და ის დაკვეთა, რაც მათმა ამორჩეველმა მისცა 2022 წელს, ნახეთ, როგორ მოეპყრენ ამ დაკვეთას, მანდატები დახიეს და გადაყარეს ნაგვის ურნაში. ეს არის მათი დამოკიდებულება ქართულ საკუთარი ამორჩევლის და მხარდაჭერის მიმართ. ერთადერთი, ვისაც ისინი ვერ უბედავენ ასეთ ტონს, ეს არიან ზოგიერთი უცხოელი ელჩი, რომელიც ხედავთ ჩვენ, რომ მათთან კონსპირაციულ შეხვედრებს და დირექტივების მიცემით არის დაკავებული და პოლიტიკური ჯგუფები ქვეყნის გარეთ, რომლებთანაც ისინი თავს ერთადერთი რომლებთანაც ისინი თავს ვალდებულად გრძნობენ. იტალიის 16% მომარაგებს ნავთობით ეს ყველაფერი გამოხდეს საქართველოს ამ პროცესში რა თქმა უნდა, ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც რამე სიახლე არ არის. ასე არის საუკუნეები. აბრეშუმის გზა ტყუილად კი არ გაიარა აქ, იმიტომ გაიარა, რომ მაშინაც ისე როგორც ახლა, ეს იყო ყველაზე მოკლე, ყველაზე უსაფრთხო დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის. ეს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატია არის, რომ გეოგრაფიაში ვერ ერკვევა, როგორც ამას ერთ-ერთ სიუჟეტში ვნახეთ, რომ მათ შორის საფრანგეთის საგარეო საქმეთა ევროპის საქმეთა მინისტრი ირანი ვერ მოძებნა რუკაზე, ასე ვერ მოძებნიან ხოლმე სად არის საქართველო და გონია ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან, მაგრამ გეოგრაფიასთან ჭიდილი ჯერ არავის მოუგია, ასე რომ ის ბიუროკრატები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს ვერ დისავლით და საქართველოს ვერ დანახვით რაიმეს შეძლებენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დამარცხდებიან გეოგრაფიასთან. რაც შეეხება საქართველოს როლს და მეორე განზომილება კიდე. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, ვისკენაც ისინი გვიბიძგებდნენ სანქციების დაწესებით და ჰაერის ჩაკეტვით და ასე შემდეგ, რაგას მიიღებდნენ და რის ტრანსპორტირებას შეძლებდნენ დღეს ევროკავშირში. აი ამაზე უნდა დაფიქრდნენ. ისინი არა მხოლოდ ჩვენ გვაზიან, ეს არის მთელი პრობლემა ბრიუსელის ბიუროკრატიის არის ის, რომ ისინი არავისგან არჩეული ხალხია, რომლებიც არ მოქმედებენ საკუთარი ხალხის გულისხმობ ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებითაც კი. ისინი არა თუ მხოლოდ ჩვენ გვაზიანებდნენ და ჩვენ ეკონომიკურ გრევისკენ გვიბიძგებდნენ. ისინი ევროკავშირსაც აზიანებდნენ. ჩვენ რომ მათ ავყოლოდით და შევსულიყავით ეკონომიკურ ომში რუსეთთან, საქართველოს ეკონომიკურ გრევასთან ერთად
ისინი აბსოლუტურად მოწყვეტდნენ საკუთარ საკუთარ წვდომას რესურსებზე, ენერგეტიკულ რესურსებზე იქნება ეს თუ ტრანსპორტირების გზებზე. აი ასეთ ხალხთან გვაქვს ჩვენ საუბარი, როცა საუბრობთ ევროპულ ბიუროკრატიაზე, რომლებიც საკუთარი ცხვირის იქით არ იყურებიან, ერთ-ერთი რასაც ხედავენ, ეს არის საკუთარი სამუშაო ოთახის მაგიდა, სადაც რაღაც ფურცელს დაუდებენ და იმ ფურცელს მიხედვით უნდა იმოქმედონ. რა ხდება გარეთ ევროკავშირში და რა პრობლემებიც ახლა აქვს ევროკავშირის ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში, ესეც არის მათ შორის ბრალი ევროპული ბიუროკრატების წინ დაუხედავი ქცევისა და უარესი იქნებოდა ჩვენო მათთვის დაგვეჯერებინა. ასე რომ საქართველოს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებამ, არა მხოლოდ საქართველოს გადაარჩინა ეკონომიკურ გრევას იმით, რომ არ ავყევით ჩვენ ბრიუსელის მოწოდებებს და ბჭყალებში რჩევებს, არამედ გადავარჩინეთ ევროკავშირიც, რომელსაც აი აქ რეგიონი თუ აირეოდა, უარესი ეკონომიკური გრევა ექნებოდა დღეს თავად ევროკავშირში. კიდევ ერთხელ შეეხება ევროპარლამენტს, ჩვენ ხედავთ, რომ ამ ხალხთან ჩვენ სასაუბრო სულ უფრო ნაკლები და ნაკლები გვჩება. ჩვენ ვართ ღირებულებით ორ განსხვავებულ პოლუსზე. ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია, სრული ამ სიტყვის მიხედვით ყველაფრით, ესთეტიკით, რასა იუკნევიჩიანის რუსული აქცენტით, ყველაფრით აბსოლუტურად სრული რეინკარნაცია არის უკვე სახალხო დეპუტატთა ყრილობის, ხოლო ჩვენ ფიქრობთ ევროპულად, ჩვენ ფიქრობთ როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ასე რომ ჩვენ შორის არის ღირებულებითი უბსკრული. ქართულ ღირებულებებთან ის რაღაცა ღირებულებითი აჯაბსანდალი, რომელიც დღეს ევროპარლამენტში ხდება, ამასთან ჩვენ არაფერი საერთო არ გვაქვს და ვერც გვექნება. ევროკავშირის ეს ინსტიტუცია უნდა შეიცვალოს თვისებრივად იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს შეეძლოს მასთან რაიმე სახის ურთიერთობა. საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან, გორბაჩოვის თანამებრძოლებთან და ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ ხალხთან, ქართულ ხალხს არაფერი საერთო არ აქვს. ბატონო გიორგი მძიმაურის დაკავებასთან დაკავშირებით გითხავთ, როგორია ზოგადად სახელმწიფოს მიდგომა წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, რადგან სწორედ ჯაშუპასეთ დაუდგენ უცხო ქვეყნის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, მძიმე ბრალდება არის და ეს არის ხა სრულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროკურატურის მართლმსაჯულების საკითხი, რათა ყველა დეტალი გაირკვეს, დადგინდეს. თუმცა თავისთავად ვფიქრობ მნიშვნელოვანი არის, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა კონტაზერვითი საქმიანობა. ჩვენ ხედავთ თანამედროვე სამყაროში, როგორ გამოიყენება სხვადასხვა ინსტრუმენტები იმისთვის, რომ დაიმორჩილონ ქვეყნები, დაიმორჩილონ საზოგადოებები. დღეს ეს არის ადრე თუ იყო სამხედრო ძალა, უფრო პრიორიტეტი, დღეს ეს არის რბილი ძალა, ინფორმაციული ომი, რომელთაც ცდილობენ დაიმორჩილონ საზოგადოებები და ხალხები. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ზოგადად კონტაზერვითი საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადება და ჩვენ ხედავთ სამწუხაროდ თუ როგორ არიან ჩვენ შორის ადამიანები, რომლებიც ღია თუ ფარულად მუშაობენ სხვა ქვეყნებზე, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ამ სახელმწიფო იყოს ძლიერად მობილიზებული.